Ადვოკატების პროტესტი პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების უმრავლესობამ საქმის მასალების გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება მათ უკრძალავს ილაპარაკონ სიმართლე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქმის ახალი ტომები, რომლითაც Toyota Camry-ს 5 მგზავრს ბრალი განზრახველობის მუხლით დაუმძიმდა, არ გადაეცათ. ბრალდებულთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გამოძიებას მათი დაცვის ქვეშ ოფთა წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია. გიგლა თუმანიშვილი განაგზობს საუბარს ამ თემაზე, გისმენთ გიგლა. პროკურატურამ ომი გამოაცხადა ასეთია იმ ადვოკატების შეფასება, რომლებმაც დატოვეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რისთვისაც ისინი მისული იყვნენ საქმის მასალების წამოსაღებად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ უთხრეს, რომ გაუთქმელობის ხელწერილი უნდა დაედოთ და შესაბამისად ჩამორთმეოდათ უფლება, რომ ღიად ესაუბრათ საქმის მასალების შინაარსზე, სწორედ ამის გამო პროტესტი გამოთქვეს ადვოკატების ერთმა ნაწილმა და მათ არ მოაწერეს გაუთქმელობას, შესაბამისად მათ არ ჩაუბარებიათ საქმის მასალები. უფლებადამცველები, რომლებსაც ბრალი დაუმძიმდათ, რომელთა დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ბრალი დაუმძიმდათ, ისინი აცხადებენ, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა გუშინ განზრახველობის მუხლით ბრალის დამძიმება. სწორედ ამის გამო პროკურატურა ცდილობს, სახელმწიფო ბრალდება ცდილობს, რომ ერთგვარად ჩამოართვას უფლება საუბრისა ადვოკატებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ მყარი არგუმენტები. ეს პროკურატურა ცდილობს, რომ ადვოკატებს პირი ამოგვიკეროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ შევეპოვებით, ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ და შევიდეთ იმ ბრძოლაში. მე ადრეს აღნიშნე, რომ პროკურატურამ გამოგვიცხადა ომი. ეხლა ცდილობს, რომ აი ამ ომში ეს რო ვთქვათ, უსამართლოთაც მოიქცეს. ანუ ეხლა რა უნდათ? ახალი მასალები არ აქვთ არაფერი წარმოდგენილი, არანაირი ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. ეხლა უნდათ, რომ მონურად მიგვიყვანონ, ხელი მოგვაწერიონ თავისიმე დაშვებულ შეცდომებზე და გვაღიარებინონ, რომ თურმე ახალი არაფერი არ ხდება და ამ ინფორმაციას, რადგან მე ხელი მაქვს მოწერილი, ახალ ინფორმაციას ვერ მოგაწვით, იმიტომ რომ გაუთქმელობა მიცემული. ვერ მივართვით, ამას არ გავაკეთებ ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიდაოთ სამართლებრივად. შევიტანეთ ახლა განცხადება, რომელთაც უარს ვამბობ, ჩავებაროთ მასალები ამ ეტაპზე არ ვთვლით საჭიროდ, რომ ჩავებაროთ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სანაცვლოდ ითხოვს გაუმჟღავნებლობის, გაუთქმელობის შესახებ ხელწერილზე ხელმოწერას, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ ხელწერილზე ხელმოწერას, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიბარებთ ამ მასალებს. ეს პროცედურა სწორედ რომ ამას ემსახურება, რომ ჩვენ მოგვესწროს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება. ჩვენ დაგეგმილი ქონდა, ანუ განცხადების წარმოდგენა შესამტკიცებულების გადმოცემას დაკავშირებით და ეს უფლება ჩვენ გაგვაჩნია საპროცესო კანონმდებლობის 93 მუხლიდან გამომდინარე, თუმცა ჯერ ჩვენ ესე ვთქვათ უარს ვიძახით ამ უფლების რეალიზაციაზე, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ხელწერილების შედგენა ხდება და გაფრთხილება ხდება ამ ინფორმაციის არ გამჟღავნებას დაკავშირებასთან. შესაბამისად ჩვენი ეს უფლებაა და ჩვენ არ მიცვეთ პროკურატურას შეგზღუდოთ დაცვის უფლების განხორციელებაში. ჩვენთვის ეს ინფორმაცია სხვა საშუალებით მოლოდინი გვაქვს, რომ ისედაც გავრცელდება და შესაბამისად ამ კუთხით ვისარგებლობთ და როცა აუცილებელი გახდება, კრიტიკულად აუცილებელი და ჩვენთვის თუ აუცილებელი იქნება ეს, ხო ამის შემდეგ მოვითხოვთ. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამაც. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ახლა მთავარია გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის გვერდით დგომა და აუცილებელია ჩატარდეს დროული, ეფექტური და სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება. მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციებია. მესმის, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, ემოციურია. მაგრამ პირველი უნდა გაუფრთხილდეთ პირველ რიგში ოჯახის წევრებს. მათ ჭირდებათ პირველ რიგში გვერდში დგომა და გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ქმედება და ინსტრუმენტი არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ესე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გუშინ 5 პირს დაუმძიმეს ბრალი განზრახველობის მუხლით. ჯერ კიდევ გუშინ პროკურატურა აცხადებდა, რომ არსებობდა მყარი მტკიცებულებები, რომელიც ამ ბრალის გამყარებას შეუწყობდა ხელს, თუმცა მათ გუშინ არც ერთი მათგანი არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, ადვოკატები დღესაც ამბობდნენ, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები, რითიც Toyota Camry-ში მჯდომ 5 ეპრილის ბრალეულობას დაადგენდა. სწორედ ამის გამო დღეს, როგორც გვეკითხარით, გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა
3 ადვოკატმა, თუმცა 2 უფლებადამცველმა, რომელიც ამ 5 პირის უფლებებს იცავს სასამართლოში, მათ მოაწერეს ხელი, შესაბამისად მათ ჩაბარდათ ეს საქმის მასალები, თუმცა ისინიც კი ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დანაშაულს დაამტკიცებს.